მოგზაურებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის 25 თებერვალი, საქართველოს ოკუპაციის დღე, 105 წლისთავი და დღეს პატარა ლექცია დავარქვა თუ შეხვედრას წარმოუდგენლით ჩვენ, მე თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახმწვანელი ბექა კოპახიძე და ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებული ნანო სარალიშვილი. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით იმას, თუ რა ხდება ჩვენი უნივერსიტეტის თავს, მათ შორის ჩვენი პროგრამის თავს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის იმ კონტექსტში, რაც მოხდა 25 თებერვალს 105 წლის წინ და რაც ხდება დღევანდელ საქართველოში. თავიდან მინდა 2 სიტყვა ვთქვა ჩვენს სამაგისტრო პროგრამაზე, ალბათ უმრავლესობა თქვენთაგანმა იცის ამის შესახებ, მაგრამ მაინც ერთგვარი გულდაწყვეტით გავიმეორებ, თუ ერთ პატარა სფეროში რას ვკარგავთ. მოკლედ 1921-დან 91 წლამდე საქართველოში ისტორიოგრაფია იყო არა მხოლოდ ისტორიოგრაფია, არამედ ზოგადად ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები იყო ლეგიტიმაციის წყარო, ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ავტორიტარული, ტოტალიტარული რეჟიმისთვის უბრალოდ. და ეს ნებისმიერ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ სისტემებში ასე არის, რომ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები არიან მსახური მეცნიერებები. ამიტომ ამ 70 წლის მანძილზე ქართული ისტორიოგრაფია იყო საკმაოდ იზოლირებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ყავდნენ კარგი ისტორიკოსები, იყვნენ, რა თქმა უნდა, გამონაკლისები, მაგრამ ცოდნა არც შემოდიოდა ქართულ ისტორიოგრაფიაში, ცოდნა ინტერნაციონალიზაცია არც გადიოდა. 91 წლის შემდეგ ჩვენ გვქონდა გაგრძელება ამ ტენდენციისა, იზოლირებულები ვიყავით მაინც, იმიტომ რომ 90-იანებში რა ისტორია ქონდა ჩვენ ქვეყანას გასაგებია, ვიღოთ 2000-იანებშიც შეიძლება ვერ გეპოვათ 10 ქართველი ისტორიკოს, განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის სპეციალისტი, რომელიც უცხო ენებზე, გარდა რუსულისა, საუბრობდა და მით უმეტეს წერა შეეძლო. და აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ საქართველოს ისტორიის შესახებ დასავლეთ ევროპულ ენებზე დაწერილ წიგნებს დავალაგებთ წიგნების თაროზე, შეიძლება ერთი თაროს, ხარისხიან წიგნებზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, შეიძლება ერთი თაროს შევსება გაგვიჭირდეს. საქართველოს ისტორიაზე არის საუბარი. და აქედან გამომდინარეობდა ის, რომ რაღაც პროვინციალიზმში იყო დიდწილად დარგი ჩავარდნილი, მაგრამ რადგანაც ეს გაიხსნა სამყარო, ხალხი შემოდის, გადის, გაჩნდა საშუალება, რომ ბევრმა დასავლეთში მიიღოს განათლება, განსაკუთრებით 2000-იანი წლებიდან. ლამის თავისთავად შეიქმნა რესურსი უცხოელი კოლეგებისა და ქართველი ახალგაზრდა მკვლევარებისგან, რომ ჩამოგვეყალიბებინა რაღაცა ახალი სკოლა. შეგვექმნა ახალი სკოლა, რომელიც 20-30 წელიწადში აი ნანოსნაირი კურსდამთავრებულების სახით მისცემდა ახალი თაობის პროფესურას საქართველოს. მე არ დამავიწყდება ეს ამ იდეის განხორციელება როგორ დაიწყო. 2018 წელია, მე ოქსფორდის უნივერსიტეტში ვიყავი მაშინ დოქტორანტი და გიგა ზედანია, მაშინდელი რექტორი იყო ჩამოსული სამეცნიერო ვიზიტით. მე ეს იდეა დიდი ხანია თავში მაქვს, რომ ესეთი რაღაცა უნდა გაკეთდეს და რომ ვიცი, რომ ეს არ არის ბიზნეს იდეა, ხო, რომელიც ერთზო უნივერსიტეტს მოგებას მოუწევს, ეს უნდა გაკეთდეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, გასაგებია, რომ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ გაკეთდებოდა ეს ამბავი და ერთადერთი ვარიანტია, რომ უნდა გაკეთდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ მაშინ ახლა რაღაც 8 წლის წინ ბევრად უფრო პატარა ვარ და ძალიან ნაკლებად მიცნობენ.
გიგა უნდა დავიყოლიო როგორმე ამაზე და დიდი კონფერენცია არის, რაც სავსეა ოქსფორდში დარბაზი 200 თუ 300 კაცი ზის. მაგრამ მე არც ოქსფორდის პროფესორები მაინტერესებს, არც 200-300 კაცი მაინტერესებს, მე მაინტერესებს რომ გიგა ზედანიას უნდა მოეწონოს ეს ამბავი. ამას ახლა საჯაროდ ეს პირველად ვამბობ, მე მაინტერესებს რომ იმიტომ რომ ამ ივენტის შემდეგ გიგას უნდა დაველაპარაკო, რომ ესეთი პროგრამა გავაკეთოთ. აი ერთი კვირა ვემზადებოდი ამ მომენტისთვის. ხო და ორივე ფეხით რომ მარჯვენა ფეხზე ადგები. ეგრე მოხდა ეგ ამბავი. მოკლედ წავედით დაველაპარაკეთ, გიგას უთხარი რომ ისეთ წინადადებას გადმოგიგზავნი, რომელზეც უარს ვერ იტყვი. მართლაც მე ვესაუბრე ყველა იმ საერთაშორისო მეცნიერს, რომელსაც საქართველოს ისტორია ვლევია. რავიცი სტივენი, ალეკო, რონალდსონი, ყველა ვინც ამ დარგში არის, მე ცალკე შევკრიბე ეს ახალგაზრდები, გარდა ამისა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რა თქმა უნდა დაგვდა ძლიერი ბაზა, ეს იქნებოდა ადრიანი, დიმ ბლაუელტი, დათო დარჩიაშვილი თუ სხვები და რაღაცა შეიქმნა საქართველოს ნაკრები და მისის განცდით შეუდექით ყველა ამ საქმის კეთებას და აი ნანო იყო ზუსტად და მისი თაობა, მისი კურსელები იყვნენ პირველები, ვინც მივიღეთ გაქანებული კოვიდის დროს, მე მგონი ნანო მისე დაამთავრა, რომ აუდიტორიაში აყოფილა. 2020 წელს ჩაერიცხნენ და სულ ონლაინ ლექციები და თვითიზოლაცია იყო, მაგრამ მე რითაც ვამაყობ არის ის, რომ ერთ-ერთმა თქვა თუ არ ვცდები ჭკატუამ, რომ ამ პროგრამაზე რომ ვაბარებდი, ჩემი CV იყო ნახევარი გვერდი, ისიც ხელოვნურად შეკოწიწებული და პროგრამის დასრულების შემდეგ კაი გაშანშალებული მსუყე ორი გვერდი არის ჩემი CV და ეხლა ბევრად უფრო მეტი არის, ვიდრე ორი გვერდი ამ ახალგაზრდების CV და რა ვიცი სწავლა გააგრძელეს დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, research assistant-ებთან მუშაობენ, ტოპ პროფესორებთან, მათი კვლევები უკვე წიგნებად იბეჭდება და ჯილდოებს იგებს, მათი სტატიებიც ასევე. აი ეს ყველაფერი ნაყოფის გამოღებას რომ იწყებს და ამ დროს ხედავ და რაღაც განცდა რო გაქვს რა, რომ აი შენს მეგობრებთან ერთად ამ ქვეყნისთვის რაღაცა კარგს აკეთებ. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად და ყოველგვარი გადამეტების გარეშე მინდა ვთქვა, რომ არ მქონია შემთხვევა, როცა რაღაც საღი აზრით მისულიყავი ქალბატონ ნინოსთან, მანამდე გიგასთან, თუ დეკანთან, თუ მანამდე გიორგი გვალია იყო დეკანი, რომ მე მათგან მხარდაჭერა ამ საქმეში არ მივიღო. მოკლედ ვიცოდით რომ იდგა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მძიმე დროება, მძიმე დღეები, მაგრამ წამდა რომ რაც ერთ კუნძულს ვაშენებდით, რომელიც მერე იმ საქართველოს უკეთეს დროს გამოადგებოდა. იმიტომ რომ ესე არ კეთდება რა, რაღაცა ვებძვით, თქვათ რუსულ დეზინფორმაციას, პროპაგანდას და ვეჟდავთ ფლაიერებს, ბროშურებს და რაღაცა პროექტი გვაქვს ნახევარწლიანი, რომელიც უნდა დაურიგოთ ხალხს და ესე არ ხერხდება. უნდა შეიქმნას ფუნდამენტური აკადემიური ცოდნა საქართველოს ისტორიის შესახებ, ფუნდამენტური აკადემიური ცოდნა, რომელიც გამოიხატება მონოგრაფიებში. ეს მონოგრაფიები მერე ჩაიყრება სახელმძღვანელოებში და გაიშლება საზოგადოებაში. ეს არის ათწლეულების საქმე. ქართველი ხოც როგორ ხალხი ვართ, რომ ყველაფერი გვინდა გუშინ, ყველაფერი გვინდა ერთ დღეში, ორ დღეში, მაგრამ დიდი საქმეები არ კეთდება ერთ დღეში და ორ დღეში. ამას სჭირდება თაობების აღზრდა. მათ შორის ის, რომ ჩვენი კურსდამთავრებლები, როდესაც პროფესორები ხდებიან, მერე იმათი მოსწავლეები წამოვლენ წინ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და რაღაცა ეს ამ ხალხს ჰქონდა ცხოვრების მისიად დასახული. აი უცებერთ მშვენიერ დღეს იმ პირობებში, როცა საერთოდ ამ ხელისუფლებისგან და საერთოდ არანაირი ხელისუფლებისგან არავითარი დახმარება არ გვითხოვია. აი ეს საქმე ისე გავაკეთეთ, არც იციან რომ გაკეთებულია. არავისთვის არაფერი არ გვითხოვია.
ხალხი ფილანთროფიულად ასწავლის, რასაც ქვია და მეუბნებია, რომ ამის უფლება შენ არ აქვს. ანუ რა არის ეს თუ არა ავტორიტარული რეჟიმი? ჩვენ რო ლაპარაკობდეთ საბჭოთა რეჟიმზე, რო ლაპარაკობდეთ მეფის რუსეთზე, პრინციპში მეფის რუსეთის პირობებში შეიქმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ხო? და სახელმწიფო მხარდაჭერა იმას არ ქონია, მაგრამ თვით ინიციატივას გასახანი ჰქონდა. აქ ამ თვით ინიციატივას არსებობის უფლება არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ამ თემას ისტორია შეხედავს აუცილებლად, ხო, როგორც ჩვენ გვახსოვს, რა უქნა საბჭოთა რეჟიმმა ქართულ ისტორიოგრაფიას, რა უქნა მის შემქმნელებს და როგორ ჩაიყენა სამსახურში, ახლა ესეთი არის. ანუ ნარატივზე უნდა იყოს მონოპოლია. აუცილებელია, რომ ნარატივზე იყოს მონოპოლია, იყვნენ კარის ისტორიკოსები, იყვნენ მიწითმეცნიერები, ასტროლინგვისტები, ასტრორაღაცეები და ჩვენ არ დავსვათ კითხვები. ეს არა მხოლოდ ჩვენ პროგრამასთან მიმართებით არის გამოხატული, არამედ გამოხატული არის საერთოდ თლიანად რაც ხდება. აი ხა ბოლო დღეებში 25 თებერვლის კონტექსტში რო ვისაუბროთ, გუშინ ვნახეთ, რომ ერთმა პროპაგანდისტმა თქვა, რომ მარო მაყაშვილი მოკლა საქართველოს ხელისუფლებამ. ესე იგი, ეს არის საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, ხო? თუ მტერი მოდის და შენ მას წინააღმდეგობას გაუწევ, ესე იგი, თუ ხელისუფლება გიბრძანებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიო და საერთოდ მარო მაყაშვილის არც არავის არ უბრძანებია, არაფერი ადამიანი მოხალისედ წავიდა, ესე იგი, ეს არის დანაშაული. ეს არის დანაშაული და დღეს მეორე პროპაგანდისტმა თქვა, რომ გიორგი კვინიტაძე თურმე როგორ თქვა, ზუსტ ციტირებას ვერსიონის რა საფლავიდან დასაგორებელია ამ თაწმინდიდან თუ საფლავიდან არის ამოსაგდები თუ რაღაცა ასეთი. ანუ აი ახლა 2026 წელია, 35 წელია საქართველოს სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სახელმწიფო პროპაგანდა არის, რომ მარო მაყაშვილი და გიორგი კვინიტაძე ერთი საფლავიდან არის ამოსაგდები და მეორე ხელისუფლებამ მოკლა, ხო? და ეს აქ არ დაწყებულა 2021 წელს, როცა იყო რუსული ოკუპაციის 100 წლის თავი, ну, ახლა ეს 100 წლის თავი მეორე ვეღარ განმეორდება რა. ყოველ შემთხვევაში მე ჩემს სიცოცხლეში მეორე ასეთი მდგვალ თარიღს ვერ მოვესწრებ, ხო? 200 წლის თავზე არ ვიკეთებ. ეს 100 წლის თავი რაღაცით უნდა აღინიშნებოდეს და ეს ვინმე ხას უსვამ, რომ ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე. არაფერ არ აღინიშნა ეს 100 წლის თავი, აღინიშნა მხოლოდ და მხოლოდ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის განცხადებით, რომ ესე იგი საბჭოთა წითელი არმიის რუსეთი არ იყო რა თქმა უნდა ნახსენები, აი ეს რაღაც საბჭოთა არსებობს ზოგადად ბუნებაში, საბჭოთა წითელი არმიის ეს დაიწყო, შემოჭრა დაიწყო 16 თებერვალს. ანუ აქ ეს 16 თებერვალი არის უმნიშვნელოვანესი. და რატო? ну, ვიცით ჩვენ რომ ეს 11-12 თებერვლის ღამეს დაიწყო, მაგრამ საბჭოთა პროპაგანდა და თანამედროვე რუსული ისტორიოგრაფია ამბობს შემდეგ რამეს, რომ 11-12 თებერვლის ღამეს იწყება გლეხთა და მუშათა და მშრომელთა აჯანყება და შემდეგ 16 თებერვალს წითელი არმია იძულებული ხდება, რომ მშრომელთა და გლეხთა დასახმარებლად ჩაერთოს. ეს იყო საბჭოთა დროს, მაგრამ დღეს როცა უკვე ჩვენ არქივებზე წვომა გვაქვს სტალინის პირადი ფონდი, ორჯონიკიძის პირადი ფონდი, კიროვის პირადი ფონდი, კომპარტიის არქივი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დეტალურად ვიცით, ვინ დაიწყო და ის რომ 11 თებერვლის ღამეს იქ წითელი არმია იბრძოდა და არავითარი აჯანყებულები და რაღაც მშრომელები და გლეხები იქ ყოფილან. დეტალურად დოკუმენტურად ვიცით ინსტრუქციების მიხედვით, რა ბრძანება იყო, ვინ გასცემდა ბრძანებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უცებ 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 16 თებერვალს დაიწყო.
ანუ იმეორებს იმას. ეხლა აქ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რატომ არის? იმიტომ რომ ამას ვერ მივაწერთ უცოდინობას. ხო შეიძლება ეხლა რომ ვიღაცა მაშინ პრესის სამსახურში, მედიის სამსახურში ვიღაცა გაუნათლებელი უცოდინარი იყო, დაგუგლა, რაღაც არასწორი ინფორმაცია ამოაგდო და ეს არასწორი ინფორმაცია გადავიდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ესეთ რაღაცა ვერ მოხდებოდა. არ არსებობს არც ერთი წიგნი, სტატია, არაფერი 1990 წლის შემდეგ საქართველოში დაწერილი ქართულ ენაზე, რომელიც ითხოვდა რომ 16 თებერვალს დაიწყო ოკუპაცია. არ არსებობს. ანუ თუ ამას რუსები არ დაგიწერენ და არ მოგიტანენ რომ შენ ეს უნდა დადო, შენ ვერ მოძებნი ისეთ სტატიასა და წიგნს ან რამეს, რომლის მიხედვით შენ შეცდომით ამას გააკეთე. არ არსებობს ეგეთი რაღაცა. თუ არ დაგიდეს ეს რუსებმა რომ ეს უნდა გააკეთო, ამას ვერ გააკეთე. შეუძლებელია. და ნუ რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გაგრძელება არის ის აი კამპანიურად აი მარო მაყაშვილის ფოტოებზე იყო ეს დაჰაჰავების ის რა ქვია რაღაცა ტროლბოტების და ემეების მე მარო მაყაშვილზე განცხადება მე გიორგი კვინიტაძის შესახებ განცხადება მანამდე კიდე ამ შუალედში 2022 წელს გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში, რომელშიც საბჭოთა წარსულის ჩვენი მეგობრების ორგანიზაცია, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, რომელიც არის რუსული მემორიალის ანალოგი, ხო? საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია 2022 წელს გამოაცხადეს რუსეთისადმი დროულად განწყობილ ორგანიზაციად. ამას მოჰყვა რუსული კანონი, რომლითაც შეუძლებელი გახდა რომ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია სოლაპს განეგრძო არსებობა და ზემოდან კიდევ რომ ეს ხალხი მხოლოდ ცარიელი მოტივაციითაც გააგრძელებდა ამ ამბავს, მაგრამ 2023 წელს დაიხურა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, რომელშიც დაცულია კგბ-ს და კომპარტიის არქივები. ესე იგი, დარგის არსებობა მთლიანად შეუძლებელი გახადეს და რეორგანიზაციის მიზნით და აგერ 3 წელია რეორგანიზაციაში ვართ, ეხლა ჩვენც რეორგანიზაციაში ვართ როგორც მთელი უნივერსიტეტი და ეს რეორგანიზაცია მოკლედ რა. ესეთი ამბავი არის, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, არა იმედიანად იმ თვალსაზრისით, რომ ესენი ყველაფერს არ გააკეთებენ და ყველაფერს არ იკადრებენ, რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებენ და იკადრებენ, მაგრამ თუ ფიზიკურად არ დაგხოცეს და თუ არსებობა, ფიზიკური არსებობა შევძელით რომ გავაგრძელოთ, ან მე რა გამაჩერებს, ან ნანოს რა გააჩერებს და ჩვენაირები ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე რამდენიმე ათეული არის ამ ქვეყანაში, ამ კონკრეტულ დარგზე ვამბობ, საქართველოს ისტორიაზე ვამბობ და საქართველოს ძალიან პატარა ქვეყანა არის, მას რამდენიმე ათეული ისტორიკოსი ხელს დაატყობს, ასე რომ ვთქვათ. ეხლა მე არ მოგიყვებით დღეს, ძალიანაც არ მინდა რომ დაკვალოთ და მინდა რომ თქვენი კითხვებიც იყოს მოსაზრებებიც და ჩვენც გამოვეხმაუროთ პასუხებით. მე შემიძლია რა ის დილამდე ვლაპარაკო იმაზე, როგორ დაიწყო და როგორ დასრულდა ეს ოკუპაცია. ალბათ ამის ადგილი აქ არ არის, მაგრამ კონცეპტუალურად მინდა ვთქვა, რა იყო ის და რა კავშირი გვაქვს დღეს იმ მოვლენებთან და მე ნანოს გადავცემ სიტყვას. და მარო მაყაშვილის მაგალითით ვიტყვი, როგორ აერთიანებს ეს ადამიანი. ამაზე ვერ უნდა დაგვეხმარება, რომ ამან არ იკილოს, თუ არ ვინმე შეუძლია, იმიტომ რომ ხო
მარო მაყაშვილი იყო ძალიან ახალგაზრდა ადამიანი, თითქმის ბავშვი, რომელიც შემოგვჭა სიმბოლოდ. იმიტომ რომ მან დაწერა დღიური და ეს დღიური ოჯახმა შეინახა, არ გადააგდო და რაღაცა ანა ფრანკის დღიურით შემორჩა, ანუ შინ არის სხვა არის იმის, მაგრამ შემორჩა, შეიძლება და არ შემორჩენილიყო. მაგრამ ეს ვარ ჩვენ არ გვეცოდინებოდა, მაგრამ ეს მაროს გმირობას სხვა შეცვლიდა რა. ან სიტყვაზე როცა აი ამ ოკუპანტებმა აწამეს გიორგი ანწუხელიძე და მოკლეს და იქ სულ სხვა განზრახვით, სულ გამარჯვებულის პოზიციიდან განზრახვით და დამცირების მიზნით იღებდნენ ამ წამებას და ბედისწერა იყო რომ ჩვენ ეს უნდა გვენახა და ეს ახალგაზრდა კაცი გამხდარიყო ეროვნული გმირი, მაგრამ ჩვენ რომ არ ვიცნობთ, იმდენი მარო და მაროსნაირი ყოფილა კიდე 1921 წლის ომში, კიდე 2008 წლის ომში და კიდე ბევრი ადამიანი არის ამ ქვეყანაში, რომელიც მზად არის რომ ამ ქვეყნისთვის სადაც იქნება, ეს იქნება დემონსტრაციაზე, ეს იქნება სწავლების პროცესში თუ სხვაგან და სხვაგან ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთოს. მოკლედ, მარო შემოგვჭა და ბედნიერები ვართ ამითი, რომ შემოგვჭა, ეს არის ოფიციალურად რომ ვთქვათ, ერთადერთი ეროვნული გმირი ქალი. ანუ ეროვნული გმირად ვინც არის აღიარებული და რატომ არის მნიშვნელოვანი? მარო განასახიერებდა პირადად ჩემთვის, მარო განასახიერებდა მაგალითს იმისა, თუ როგორი არის წარმატებული საქართველოს და წარმატებული საქართველოს მომავალი. მე მაგალითად პირადად ამაყი ვიქნებოდი, რომ ისეთი შვილი გავზარდო, ისეთ ღირებულებებზე, როგორიც იყო მარო. ანუ წარმოვიდგინოთ, რამდენი ხნის მანძილზე საერთოდ არ ქონია უნივერსიტეტი, როგორც იქნა გვეღირსა უნივერსიტეტი და იქ პირველ კურსზე, პირველივე წელიწადს ჩაირიცხა ეს გოგო. როგორც ის იმყერები იყვნენ საქართველოს სამხედრო ცხოვრების მომავლები, ანუ ესენი უნდა ყოფილიყვნენ ოფიცრები, მომავალი თავისუფალი ქართული სახელმწიფოს ჯარისა, ასე მარო იქნებოდა სამოქალაქო ცხოვრებაში მომავალი. დღიურებში წერს, რომ ოცნებობს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე, ენების სწავლა უნდა, მოგზაურობა უნდა, დადის თეატრში, კითხულობს წიგნებს, მე მეგობრებთან ერთად ამ წიგნებს განიხილავს, ვიღაცებს ეპრანჭება, ვიღაცებს ეფლირტავება და ყველაფერი აქვს, აი ყველაფერი აქვს, ხო, და კიდე მარო როგორც ქალი, ხო? თავისუფალი ქალი, თავისუფალ საქართველოში, ესეთი თავი არის მის დღიურებში. იქვე წერს, რომ დედა შეუძლოდ არის და დღეს მამამ გააკეთა საჭმელი. ეს საჭმელი არ არის ძალიან გემრიელი შეიძლება, მაგრამ მაინც ამაყობს მამამისით, რომ დღეს მამამ იმ პატრიარქალურ საზოგადოებაში იმაში კი არ ამაშიც. ხო, ეს თემა. მაგრამ მარო ამას ხედავს როგორც ღირებულებას. ეს ყველაფერი აქვს, მაგრამ როგორც კი სამშობლოს დაჭირდა, მაშინვე წავიდა ფრონტზე. და ჩემთვის აი ეს 1921 წლის ოკუპაცია არის ყველაფერი იმის მკვლელობა, რაც ეხლა ჩამოთვალა. ყველაფერი ის მოკლეს. და ეს კოლონიზაციისა და დეკოლონიზაციის კონტექსტში რო განვიხილოთ, რუსულ კოლონიალიზმს, იმ შემთხვევაში წითელ რუსულ კოლონიალიზმს ემსხვერპლა ყველა ეს ღირებულება, რაც ჩამოთვალე და რითაც მახლა ძალიან საამაყო არის მარო და მარო თქვათ ერთი ესეთი შემთხვევა. ჩვენ ვიცით მაგალითად ხმა ქართველი ქალის, ხო, ესეთი ცნობილი ფემინისტური პირველი
ერთ-ერთი, რომელიც გამოდიოდა 1917-1918 წლებში, მისი რედაქტორი გახდათ ბრიუსელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და შემდეგ უკვე ახლა ის მეუბნებოდა მეგი ხარცივაძე ეყვებოდა ამაზე რომ ანუ როდესაც 17-18 წლებში ამ ფემინისტური დისკურსის და მთავრობის აქტიური კრიტიკა მიდის ამ გაზეთის ფურცლებზე 30-იან წლებში ამ ქალებს სტალინზე ლექსების წერის უფლებას იგივე ქალებს, იგივე სახელებს და გვარებზე საუბრობენ. სტალინზე ლექსები ამისთვის რომ რაღაც წარმატებას მიაღწიოს სტალინზე ლექსები უნდა დაწეროს. ამის უფლებასაც არ აძლევენ. იმიტომ რომ ქალია რა. ანუ ეს დეგრადაცია მომხდარი, ნუ ახლა რო აღარაფერი ვთქვათ იქ საკითხებზე მაგალითად როცა მე შეერთებულ შტატებში ამერიკის ეროვნულ არქივში მუშაობდი და თბილისის საკონსულოს დოკუმენტები დავამუშავე. საკონსულო მიიღო General Motors-ისგან, ეს ავტომობილების წარმოებელი კომპანია, General Motors-ისგან წერილი რომ ჩვენ გვინდა კავკასიის ბაზარზე შემოსვლა და აქ დილერები ვინ არიან, ვის დავეკონტაქტოთ, ბიზნესი ვისთან ერთად ავაწყოთ, ან William Fox-ია ეს კინოკომპანია Fox-ი რო არის. William Fox-ი იწერება რომ კინოგაქირავების შემოტანა გვინდა, ეს ჰოლივუდამდელი პერიოდი არის და ამერიკული კინო უნდა შემოვიდეს 1920 წელს ქართულ ბაზარზე, ხო? ან ქართულ დელეგაციას რომში პირელი ანუ ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები ელაპარაკებიან ინვესტიციაზე. ეს ყველაფერი უნდა მოხდარიყო. მაგრამ ამის მაგივრად 1921 წელს მოვიდა სრული იზოლაცია ქვეყანაში, ანუ დიდი ჯებირები აშენდა ქვეყნის გარშემო და აი ეს ხალხი, ვისაც ეს ამბები უნდა გაეკეთებინა, ფიზიკურად გაანადგურეს. აი მაროთ დღიურებში კიდე სხვა რამებთან ერთად ვკითხულობთ სახელებს და გვარებს. ეს სახელები და გვარები შეიძლება არაფერს არ გვეუბნება ბევრს. მაგრამ ამ სახელებს და გვარებს რომ ჩაყვები, ნუ ეხლა იქ პაულო იაშვილის ეფექტავებოდა ეს მოწონდა რაღაცა, პაულო ვიცით, მაგრამ კიდე სხვა ვიღაცებიც არის. ახალგაზრდები მაროსთან ატოლები და ამებს რო ჩაყვები, ხედავ რომ ეს იყო ახალგაზრდა მწერალი. რაღაცა ახალგაზრდა მსახიობი, შემოქმედი და ბიოგრაფიები ყველა მთავრდება ტრაგედიით. ანუ არ შეიძლებოდა რომ ეს ხალხი ცოცხალი დარჩენილი. და რუსეთის იმპერია ჩამოიშალა ორჯერ 17 წელს, მერე 91 წელს და სულ არის აი ბრძოლა რუსული პერსპექტივიდან რეკოლონიზაციას, ხოლო ქართული, უკრაინული თუ სხვა პერსპექტივიდან დეკოლონიზაციას შორის. ეხლა ჩვენ ვცხოვრობთ რეკოლონიზაციის მესამე ტალღაში. ანუ თავიდან იყო ოკუპაცია, ანექსია 1800 წლიდან მერე 21 წლიდან რეკოლონიზაცია, მერე 99 წლის დეკოლონიზაცია და აი ახლა ისევ რეკოლონიზაციის ფაზაში ვიმყოფებით. და ნუ მოგწონს მაინდა-მაინც ბევრ იმეცის ამბავი რომ ეს დროშები ჯერ კიდევ აქ არის, რადგან 1921 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა 26 მაისს. და 1922 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ჰქონდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს რაც ამ უნივერსიტეტს ემართება, რაც კონკრეტულად საქართველოს ისტორიას და ისტორიოგრაფიას ემართება და ამაზე ვილაპარაკეთ. არის იმ ამბის გაგრძელება. და აი როგორ ვორდინგით როგორ ეთხოვა ხოლმე, რა სიტყვების როგორ ეთხოვა ხოლმე, აი რა ქვია
გაჩეჩილაძემ რომ ამას წინათ თქვა რომ თავრობის ბრალია. ან მას წარმოდგენა არ ქონდა, რა თქმა უნდა, საკითხული არ ქონდა რომ მამია ორახელაშვილს აქვს იგივე სიტყვები ნათქვა. მაგრამ როგორ შეიძლებოდა არ დამთხოვოდა? როგორ შეიძლება ეს რომ ერთი და იგივე არ ყოფილიყო, ხო? უნებრივია. უბრალოდ ჩვენი ამოცანა აქ რა არის, რომ მერწმუნეთ 1921 წელს მარო მაყაშვილი მოკლეს 1921 წელს არავინ არ იცოდა რომ მარო მაყაშვილი ის მარო მაყაშვილი იყო როგორც ჩვენ დღეს მას უყურებთ. ნუ ერთი მორიგი 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს, იმიტომ რომ ბევრი 19 წლის და ამასაკის ახალგაზრდა მოკლეს მაშინ. დღეს ჩვენ შეიძლება არც ვიცოდეთ, იმდენ ახალგაზრდას უკლავენ მომავალს ამ უნივერსიტეტის დახურვით, ასეთი არაერთი პროგრამის დახურვით და კოლეგებს უყურებ და ახლა საუკეთესო პროგრამის ხელმძღვანელები და ავტორები არიან. მაგრამ ეს ამას ვეუბნები ჩემ თავს, რომ შენზე ბევრად უკეთეს ხალხს, ბევრად უფრო უარესი ხვედრი რგებია და არაფერი შეგეშალოს. ეს მარო მაყაშვილს ვერ დავეწევი, მაგრამ ხომ და გავეკიდო მაინც. ხო, რაღაცა ანუ ყველაზე უარესი სირცხული არის ალბათ, როცა შენ თავის წვენია და შენ შულს წვენია შენი, შენ შულის შულს წვენია შენ და მე რო არ იყოს რეტროსპექტიულად იმისი გაყალბება, რომ აი მე იქ ვიდექი და სინამდვილეში იქ ვიბრძოდი და რაღაცა. თანამედროვე ეპოქაში არაფერი არ იკარგება რა. ყველას ბოლოს ყველაფერს თავი დაანება, ყველას Facebook კედელზე ჩანს. დუმილიც კარგად ჩანს და ამოღებული ხმაც და პროპაგანდას და ყველაფერი. ეს არაფერი არ დაიკარგება, ამიტომ ხნეთ უნდა ვიყოთ, ამიტომ მე პირადად ველოდები უკრაინის გამარჯვებას, რომელიც ჯერა რომ იქნება, შეიძლება არა წელს, არა გაიცათ, მაგრამ ბოლოს იქნება და ამ ბრძოლის ბოლოს ჩვენ ერთმანეთს შევხედავთ და უნდა ვიამაყოთ და ვიამაყებთ, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ თანამებრძოლები ვიყავთ. კარგი, დიდი მადლობა და ახლა ნანოს გადავცემ საკითხს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღეს თქვენთან ვარ როგორც ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მინდა ვთქვა, რომ ამ უნივერსიტეტმა მომცა ძალიან ბევრი ძვირფასი რამ ამ უნივერსიტეტის კედლებში გავატარე ჩემი დასრული ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი წლები. და იქამდეც ჩემს მშობელთან ერთად ვიჯექი მის სამაგისტრო ლექციებს და მახსოვს ერთი სული მქონდა, როდის მე ხდებოდა საშუალება, რომ ამ პროცესში ჩართულიყავი როგორც სტუდენტი. ილია მომცა საშუალება, რომ წავსულიყავი ერასმუსით და გავსურვოდი ევროპულ განათლებას ევროპაში და მას შემდეგაც სადაც არ უნდა ყოფილიყავი, სულ მქონდა ილიონის სახელი, როგორც ჩემივე სანდოობის გარანტი. ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც უნივერსიტეტის დაცვისთვის თუნდაც ერთ პატარა აკვირდებს ამ საქმეში. დღეს ჩვენი აქ ყოფნა და დღევანდელი საუბარი ხდება 105 წლის წინანდელი მოვლენების ჩრდილოეთში. მაგრამ არ მინდა რომ თებერვლის ამბები მხოლოდ ომის და აგებული ბრძოლის ამბად გვახსოვდეს, არამედ გავიხსენოთ პირველი რესპუბლიკის ძალიან ძვირფასი მონაპოვრები და ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ იყო ამ ყველაფრის დაკარგვა ტრაგედია. გარდა იმისა, რომ ვიცით რა მოხდა 25 თებერვალს, შემდეგი 70 წლების განმავლობაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ხდებოდა იქამდე. ისტორიის, ასე გრძელვადიანი ისტორიის ფარგლებში ლომდურა ისტორიასაც ეძახიან, შეიძლება 3 წელი ძალიან ადვილად იყოს უგულებელყოფილი, მივიწყებული ან უნიშნელად ჩათვლილი. მაგრამ ეს 3 წელი, რომელიც დაახლოებით 3 წელი, რომელიც პერიოდში პირველი რესპუბლიკა არსებობდა, უნიშნელოვანესია ჩვენთვის, იმიტომ რომ დღეს დამოუკიდებელი საქართველო იმ დამოუკიდებლობის სამართლებრივია. მაგრამ როგორც ბექამი საუბრა,
მომხდა პერიოდმა ძალიან ბევრი რამ დაგაყარგინა და მათ შორის იმის საშუალება, რომ კარგად გაგვიაზრებინა და ვცოდნოდა რა ხდებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მაგისტრატურის პერიოდში მახსოვს ერთ-ერთი გამონათება შანსი, რომ ჩემი ჯგუფელები პირადად მენახა, იყო დიმიტრი სხალხაძის ექსკურსია ლექცია, როდესაც გავედით და ჩვენი თვალით დავათვალიერეთ, ნახეთ სამგრები საბრძოლო ოსტატი კოჭკოჭკის თავზე თბილისის შემოგარენში, სადაც ეს ბრძოლა მიმდინარეობდა 21 წლის თებერვალში. და ძალიან უცნაური გამოცდილება იყო ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ როგორც აღმოჩნდა მერე ჩემი ჯგუფელებისთვისაც, იმიტომ რომ ეს თითოეული ეტაპი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლისა ხდებოდა ჩვენ თვალწინოთ, არა ისე, რომ აი ჩვენ ყვებით 100 წლის წინანდელი ისტორიას, არამედ ყველა წარმატებული მოგერიება, რომლის შესახებაც დიმიტრი გვყვებოდა, განცდა მქონდა, რომ შეცვლიდა უკვე მომხდარ ძალიან ტრაგედიულ მოვლენას აი იმ მომენტში, როდესაც ეს თხრობა ხდებოდა. და ეს ამ ბრძოლის ცოცხლად ყოფნა, ამის განცდა არ დამავიწყდება და მე მგონია, რომ დღესაც ამიტომ ვიხსენებთ მუდმივად ამ მოვლენას, რომ განცდა გვაქვს, რომ იგივე ბრძოლაში ვდგავართ, უბრალოდ სხვა ფორმით. მინდა რომ ისტორიის მნიშვნელობაზე ნარატივებზე გესაუბროთ, იმიტომ რომ ბექამაც ახსენა, რომ არის მოვლენები, რაც ვიცით რომ მოხდა, არის ფაქტები და ძალიან ხშირად ფაქტებს აქვთ ის მონარი, რომ იყვნენ ჯიუტები და უარი თქვან დამალვაზე, მაგრამ არსებობს ნარატივები და ამ ფაქტების შეფუთვის ძალიან მრავალფეროვანი მცდელობები, რომლებიც ფაქტობრივად ხელოვნებად აქცია საბჭოთა კავშირმა და რომლის ტრადიციასაც აგრძელებს არა მარტო რუსეთი, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ვცნობთ აი ამ ხელოვნების გამონგრეվել წყალას. და რას გულისხმობ ამაში? ბექამ ასევე ახსენა მამია ორახელაშვილი და მისი ფრაზა განსაკუთრებით ყურში მომხვდა ამ პერიოდში, იმიტომ რომ ძალიან ზუსტად დაემთხვა არა მხოლოდ იმ ნარატივს, რომელსაც პროპაგანდისტები ავრცელებენ დღეს მარმაყაშვილთან დაკავშირებით. მაშინ მამია ორახელაშვილი ამბობდა, რომ გული შესწიოდა ახალგაზრდა დაღუპულ იუნკერებზე, რომლებიც ჟორდანიას გუნურებამ შეიწირა. იგივე სიტყვებით და იგივე ფორმებით ხდება საუბარი დღეს უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცებზე, მეომრებსა და მოქალაქეებზე, რომ უკრაინის უგუნურებამ შეიწირა ეს ადამიანები, რადგან მათ გაბედეს და წინააღმდება გაუწიეს აგრესორს. ამ ვექტორების ცვლილება აგრესორიდან ბრალეულობის გადატანა მსხვერპლზე ძალიან სახიფათოა არა მხოლოდ სახელმწიფო და უფრო მაღალ დონეებზე, არამედ სახიფათოა პიროვნულ დონეზე. იმიტომ რომ ვექტორის გადატანა მსხვერპლზე არასოდეს არ შეწყვეტს ძალადობის ციკლს და ყოველთვის გაზეთის მსხვერპლის რაოდენობას. ისტორია ძალიან უცნაური ფენომენია. არ ეტევა აკადემიის კედლებში და ისტორია ერთი მხრივ არის დარგი, რომელიც არის თავისი მეთოდებით, სამეცნიერო კვლევის სტანდარტებით განსაზღვრული, მაგრამ ასევე არის ისტორია ჩვენი ყველას საჯარო საკუთრება და ის თუ რას ვყვებით ჩვენ საკუთარი თავის შესახებ, როგორც ადამიანები, როგორ ვიაზრებთ საკუთარ თავს. ამას სწორედ ჩვენივე ისტორიის თხრობით ვიაზრებთ და ასევე მნიშვნელოვანია ერისთვის, როგორ ყვება საკუთარ ისტორიას და კარგად ვიცით, რომ ილია თქვა, რომ სწორედ ისტორია არის ერის ერთიანობის საფუძველი, ყველა დანარჩენ საზღვრზე უფრო მეტად. ისტორია როგორც მეცნიერება, როდესაც ყალიბდებოდა როგორც აკადემიური დარგი, ასე თქვა, შეგვიძლია ავიხსენოთ ფრაზა ლეოპოლდ ფონ ბრანკესთან, რომელიც გერმანელი ისტორიკოსი და საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლებელი იყო თუ ის სტანდარტებს დავიცავდით, ისტორია გვეკვია და მოგვეთროთ ისე, როგორც სინამდვილეში იყო. მას სჯეროდა, რომ საარქივო მასალები, მტკიცებულებები, მიუკერძოებელი მტკიცებულებები შეიძლება და გამხდარიყო იმისი შანსი, რომ ისტორიას მოეთხრო ჭეშმარიტება და წარსული ისე, როგორც მოხდა. ნამდვილად უნდა ჰქონდეს ისტორიას როგორც სამეცნიერო დარგის პრეტენზია, რომ მოიყოს მტკიცებულებები, საბუთები, რომ ვისაუბროთ ფაქტებზე, რომლებიც შეუძლია, მაგრამ ფაქტები უშუალოდ არ არსებობს და ეს ფაქტები არსებობს ნარატივების ფორმაში. და აი თუ რას ვყვებით და როგორ ვყვებით ამ ფაქტების საშუალებით, ეს უკვე ამ თხრობაში უკვე სხვა ძალებით შემოდიან.
ისტორია როგორც საჯარო პროდუქტი, როგორც საზოგადოების კუთვნილება. რამდენადაც ძალიან ძვირფასია, იმდენად ძალიან სახიფათოდ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სწორედ ისტორიას მართავენ ხოლმე, როდესაც ქვეყნის შეჭრა უნდა გაამართლონ, ომები უნდა დაიწყონ, კონფლიქტები, ასე რომ არ არის ხელწამოსაკრავი დარგი. და იმის გამო, რომ ისტორია მარტივად ხელწამოსაკრავად ეჩვენება ხოლმე, ძალიან დიდი ზიანი ადგება არა მარტო დარგს, არამედ საზოგადოებას. რისი თქმაც მინდოდა, რაც მინდოდა, რომ ისიც მინდოდა, რომ ხაზი გამესვა, არის პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა, რომელიც სამწუხაროდ სანამ არ გავიზარდე, იქამდე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, სანამ ამ პროგრამის ნაწილი არ გავხდი ფაქტობრივად მინიმალური ცოდნა მქონდა, მაგრამ ზუსტად ამ პროგრამის ფარგლებში მქონდა იმისი შანსი, რომ პირველი რესპუბლიკის ძალიან საინტერესო პოლიტიკური კულტურა, რეფორმები მეკულია, არა მხოლოდ მეორადი წყაროებიდან, არამედ წავსულიყავი არქივებში და ჩემი თვალით მენახა, როგორ საუბრობდნენ ძალიან ძვირფას რეფორმებზე, მათ შორის განათლების რეფორმაზე, რომელიც დღეს ძალიან მტკივნეულად დგას ჩვენს ქვეყანაში. ჩემი თემა იყო, ჩემი ინტერესი მოიცავდა მაგალითად რელიგიის სწავლების ამოღებას საჯარო სკოლებიდან და განათლების ცენტრებიდან და შეიძლება ვეთანხმებოდეთ ან არ ვეთანხმებოდეთ ამ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ის საკუთები, რომლებიც ინახავდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დისკუსიას, ნათლად აჩენს, რომ იმ ხალხმა, ვინც ამ ქვეყანას უძღვებოდა, კარგად იცოდა, რომელ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, რა სენსიტიური საკითხები არსებობდა ხალხში და მაქსიმალურად ცდილობდნენ გაითვალისწინებინათ ეს მახასიათებლები, მაგრამ ერთგულები დარჩენილიყვნენ მაგალითად სეკულარული სახელმწიფოს იდეის. ასევე შეიძლება ვისაუბროთ მათ მიდგომაზე ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რადგან ვიცით, რომ კონსტიტუციაში, რომელიც სამწუხაროდ არ ჰქონდა დრო, რომ ემოქმედა, განსაზღვრული იყო მათი უფლება, რომ მაქსიმალურად ყოფილიყვნენ ჩართულები სახელმწიფოს ცხოვრებაში და ყოფილიყვნენ აქტიური მოქალაქეები. იგივე შეიძლება ვთქვათ თვითმმართველობის რეფორმებზე ვისაუბროთ, შრომით უფლებებზე, ქალების უფლებებზე, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ხმის უფლება მისცა ქალებს და რამაც საბოლოოდ არ მოყაშვილისნარი ადამიანები ჩამოგვინახა. მაგრამ ეს ამბები არ გვეცოდინებოდა, რომ არ გქონდეს თავისუფალი აკადემიური სივრცე და არ გყავდეს პროფესიონალები, რომლებიც შეძლებენ სხვა მასალა დაამუშავონ და ჩვენამდე მოიტანონ როგორც აკადემიური მეცნიერული ნაშრომი, პროდუქტი. და ეს ცოდნა პირველი რესპუბლიკის შესახებ ძალიან ადვილად გაქრა ჩვენი მეხსიერებიდან სწორედ საბჭოთა რეპრესირებული ისტორიოგრაფიის გამო. რომ როგორ ყვებოდნენ პირველი რესპუბლიკის ამბავს, როგორ ყვებოდნენ პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებაზე, როგორც მოღალატეებზე და როგორ წარმოჩინდებოდა წითელი არმია, როგორც ეროვნული განმათავისუფლებელი ძალა. აკადემიას აქვს ის უნარი და ის საშუალება, რომ ძალიან ძვირფასი ცოდნა შექმნას არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ ის პირველ რესპუბლიკაში ხდებოდა საქართველოში არ იყო იზოლირებული შემთხვევა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების ნაწილი და აქაური რეფორმები ხდებოდა დასავლურ იდეებთან დიალოგში. მაგრამ როგორც ვთქვით, მხოლოდ ფაქტები არ არის საკმარისი. ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე და მგონია რომ ჩვენი იმედის წყაროა ის, როცა ვსაუბრობთ, რომ ბოლოს ისტორია დააქმევს ყველაფერს საკუთარ სახელს და ბოლოს ისტორია განსჯის, ისტორია გაასაფრთხებს, იმიტომ რომ უამრავჯერ იყო ჩვენს ქვეყანაში მონაკვეთი, როდესაც უსამართლო რეალობა დადგა, მაგრამ არსებობდა რწმენა, რომ ოდესღაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. მაგრამ ისტორია როგორც მეცნიერება თავისთავად არ არის მსაჯული, არ არის ჯალათი და არ არის მოსამართლე. მაგრამ მოსამართლე არის ხალხი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იმისთვის, რომ საზოგადოებამ ყველა მოვლენას თავისი ჯეროვანი სახელი დაარქვას, მომარაგებული იყოს ისტორიული ცოდნით, შეიარაღებული იყოს ჯეროვანი ისტორიული კვლევებით და ამის შედეგად მოხდეს წარსულის გადააზრება, რომლის გარეშეც უბრალოდ ვერ შევძლებთ როგორც საზოგადოება და სახელმწიფო. დღეს, როდესაც წესით მსჯელობა და კიდევ უფრო მასშტაბური ენერგია და რესურსები უნდა იხარჯებოდეს იმაზე, რომ როგორ გადმოვიტანოთ აკადემიური ცოდნა
აკადემიის კედლებს გარეთ და როგორ გავხადოთ ეს პროდუქტი უფრო ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ვიწევს იმაზე დარდი და იმაზე ხარჯვა ენერგიისა, რომ როგორ შევინარჩუნოთ ისეთი ძვირფასი კვლევითი ცენტრები და პროგრამები, როგორც თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა იყო ჩემთვის და იმედია, რომ იქნება ამის იმედს არ დავწერთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას აქ ყოფნისათვის და იმისთვის, რომ ილიანის გვერდით გახართ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის გადასარჩენად ბრძოლა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალზე ყველაზე უფრო მეტი. დიდი მადლობა ნანო, ნამდვილად ვამაყობთ ნანოთი და ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებით, ეს არ არის რაღაც ზოგადად ნათქვამი ფრაზა, იმიტომ რომ ხანგრძლივად შემიძლია ვილაპარაკო იმაზე თუ რატომ ვამაყობ, ბევრი მიზეზი მოგწეს მათ ამისთვის. სანამ თქვენ თხოვთ რომ კითხვა დასვეთან დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, მე მინდა კიდევ ერთი ფაქტი გავიხსენო. როცა მოხდა 1924 წლის აჯანყება, ერთი კვირის მანძილზე დაახლოებით 4000 ადამიანი დახოცეს. ანუ საქართველოსნაირი პატარა ქვეყანაში წარმოიდგინეთ, ერთ კვირაში 4000 ადამიანის მოგვა. ეს იყო აი სისხლის კალორიები, რასაც ხუნდა. იმ დონეზე, რომ სტალინი საყოველთაოდ დაუჯორი გიწეს, რომ რა ამბავია. და ეს თავს იმართლებდა, რომ ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, მაგრამ ეხლა რაღაც ვიზავთ. სტალინს რო გააკვირვებს, ეგეთი ამბავი, ხო? და 5 სექტემბერს, ანუ 28-ში დაიწყო აჯანყება და 5 სექტემბერს ეს წერილი გამოქვეყნდა 7 სექტემბერს გაზეთ კომუნისტში, ამ საუკეთესო ქართული აკადემიური სივრცის მაშინდელი აუცი ჯავახიშვილი დაწყებული და ეგორი ხარაძით და ასე შემდეგ და ასე ყველა დიდი სახელის გამოყენებით, ანუ მათ ხელმოწერით, მათ ხელი არ მოუწერიათ, უბრალოდ მათ სახელით გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც გმობდა ავანტიურას, მენშევიკურ ავანტიურას, იმპერიალისტების ლაქიების, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის უსამართლესი ამბავი. დღეს, როცა ეს ხდება და ყველამ იცის, რომ ეს არ არის მხოლოდ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. შემდეგ კონკურსების ფორმით ეს გადაედინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასე ვთქვათ, არასასრულ პროფესორისგან გაწმენდნენ მას. ეს კერძო უნივერსიტეტებს უკვე ჩვენ ხედავთ ნაბიჯებს, რაც არის კერძო უნივერსიტეტების წინააღმდეგ გადადგული ის, რომ გრანტებს არ ატანენ სტუდენტებს კერძო უნივერსიტეტში მისატანად, ის რომ უცხოელი სტუდენტების აქტივობა იზღუდება საქართველოში. იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ეს კერძო უნივერსიტეტებიც მოკლან და ეს ხო არის რაღაცა მოულოდნელი, რომელიც შეიძლება ხვალ შემთხვევით ვიღაცას დაართმას, არა. გამოცხადებული კამპანია არის, რომელიც აუცილებლად ვიცით, რომ ყველას დაადგება. აქ თუ რა ვიცი, ჩაწერა მიდის ამისი და ვინმე სხვადასხვა უნივერსიტეტიდან გვიყურებს, მინდა ვიმართო ყველას, რომ აქ სოლიდარობა არის ერთადერთი გამოსავალი. სოლიდარობის გარეშე უბრალოდ ჩვენ ვერავინ ვერ გადავრჩებით. აი აქ ხედავ ბატონ ლევან გორდეზიანს, რომლის კარგი მაღალი დონის პროფესიონალისა და წესიერი ადამიანის სახელი მე 10 წლეულებია უკვე ვიცი და ბატონ ლევანსაც კარგად ვცნობ, იმიტომ რომ მე რომ სტუდენტი ხდებოდი მაშინ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არსებობდა, ყველას ჯიპი იქა გვაქვს, თსუ-სთან გვაქვს მიღმული. ბატონ ლევანს პირადად და პიროვნულად არაფერი არ უჭირს იმისი, რომ აქ იდგეს და ჩვენ გვიცხადებდეს სოლიდარობას, არც პროფესიული თვალსაზრისით
ის რომ თესეული არის და თესეულს დახურვას არავინ არ უპირებს, სულებით დახურვას და ბოლოს და ბოლოს რისმა გორდეზიანიშვილი არის, ხო და ბატონ ლევანი არ არის იოლი მოსარევი ამ თვალსაზრისით, მაგრამ ადამიანს სჯერა და ამიტომ დგას არ. არავით არის სხვა არგუმენტი, გარდა იმისა, რომ რასაც ჯერა იმას აკეთებს, არ არსებობს. და მე მინდა რომ ეს მაგალითი სხვებმაც აიღონ. მე მაგვირებს გავიგეთ ტექნიკურ უნივერსიტეტში დაპირდრე და ეს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ qalbi დაპირება რომ თითქოს არ შეეხებიან, არ შეინარჩუნებენ ყველას, მიუხედავად იმისა რომ ნახევარზე მეტ უნივერსიტეტს იქაც ხურავენ. სოხუმის უნივერსიტეტზე ძალიან გაკურებული ვარ, იმიტომ რომ იმათ პირდაპირ ეუბნებიან რომ ხურავენ და რაღაცა საოცარი სიწნარე არის ამის ფონზე. აქ იქნება სოხუმის უნივერსიტეტთან იქნება, ტექნიკურ უნივერსიტეტთან იქნება თუ სადაც იქნება, ჩემი აზრით ყველა უნდა ვიდგეთ ერთად. და მე ჩვენი პროტესტი თუ წინააღმდეგობა რა ფორმას მიიღებს, ეს სხვა საკითხი. ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ თუ ეს მარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემა არის და სხვას არავის ეხება ამ ქვეყანაში, რა ვიცი. კარგით, მოკლედ, ეხლა თუ გაქვთ იმას სურვილი, რომ გამოგვეხმაუროთ კითხვით მოსაზრებით. არა? პირველი ჭირსხმა. დიდი მადლობა ძალიან. გურმან მარგულაშვილი გახლავართ ასოციირებული პროფესორების უნივერსიტეტის დიდი მადლობა საერთაშორისო მოხსენებების. თუ ის ნეტე პროვოკაციული ესაა შეკითხვა, რომ ჩვენ რაღაც დიდ სპილოზე არ ვლაპარაკობთ ოთახში. 21 წლის იმ პერიოდში ხო ქართველები მოუწოდნენ ასევე იქედან წითელ არმიას ხო და აქაც ალბათ ბევრი შემგუებელი და ასეთი მომდიდრეა. განსხვავება ალბათ ის არის, რომ მაშინ პირდაპირ ქუჩაში ხალხის ლოცვა დაიწყეს და პირველივე დღეებიდან ძალიან მკაცრი ტერორი იყო და მიუხედავად ამისა 24 წელში აი ესეთი მოვლენები მოხდა, რომ ხალხმა მაინც ვერ მოითმება და წინდაუბრა. დღევანდელ სიტუაციას რო შევადაროთ, ხო? არის რაღაცა ის ნაცრისფერი მასა ხალხისა, შემგუებელი მასა ხალხისა და ასე შემდეგ. არუ მაყაშვილის დაიმკვირვების კვლევა შედარებით ადვილია. არის თუ არა კვლევა, აი დანარჩენი მასის ხალხი როგორ ეგუებოდა მას, ინფორმაციული ნაკადები როგორი იყო მაშინ და როგორი არის ახლა. იცით რა არის, ისტორია უნდა ემსახურებოდა დღევანდელ დღეს ალბათ. ამიტომ ჩვენ უნდა გავაცნობთ ის წარსულია დღევანდელი გამოყენების პროცესის, რომ ჩვენ არა ობიექტები ვიყოთ, არამედ შეიძლება უნდა რომ პასუხისმგებლობა მაინც გონიერ ადამიანებს რჩევებს. მიუხედავად ყველაფრისა, რამდენადაც მცირე არ უნდა იყოს მათი რაოდენობა და რამდენად სუსტ პოზიციაც არ უნდა ქონდეს. თავისუფალ ადამიანს ყოველთვის აქვს თავისი სივრცე მოქმედების. აი თუთაში ასიმის არცეთაშიც თავისუფალება. და აი ეს ჩვენი თავისუფლება როგორ გამოვიყენოთ ყველაზე უფრო ეფექტურად იმისთვის, რომ ეს ჩვენი ქვეყანა გავიცოდეთ ჩვენი პასუხისმგებლობა. იმაში განვახორციელოთ. მაპატეთ ცოტა ესეთი გამომივიდა. მეგონი სადღაც მithქვამს კიდეც ეს და შეიძლება გამეორება გამომდის, მაგრამ 150 წლის წინ თუ გამოვიდით თბილისში, აქ გამოვიდით, აქ მაშინ არაფერი არ ხდებოდა. სოფელი ვაკე იყო, მაგრამ სადღაც უფრო ქვემოთ გოლოვისკის პროსპექტზე თუ გავივლით 150 წლის წინ თბილისში და შეიძლება კაი რამდენიმე თვე გვეცხოვრა და ვერ შეგვემჩნია, რომ აქ სადღაც თერდალეულები არიან ჩვენ შორის.
ფაქტის დასადასტურებლად გეტყვით, რასაც ჩემ სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე. მე-19 საუკუნე არის და თავარი აზრები რაც არის თბილისში, ქაშვეთი, მამადავითი, იქ როგორი ხალხი შეიძლება დაიკრძალოს, ხო, ყველაზე ესეთი მაღალი საზოგადოებრივი პოზიციის მქონე ადამიანები. აი შევიდეთ ქაშვეთში და მამადავითზე, დავხედოთ საფლავებს, ვინ არის იქ დაკრძალული და ნუ ეხლა მე კი ვიცნობ, იმიტომ რომ ისტორიკოსი ვარ, მაგრამ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ამ სახელებს ვერ იცნობს. არადა მათ რო იქ კრძალავდნენ, ესე იგი ყველაზე დიდი ტიპები იყვნენ მაშინ. ვინ არის ეს ხალხი? ეს არის ის ხალხი, ვინც გენერლის ეპოლეტებამდე ავიდნენ მეფის რუსეთის სამსახურში, რომლებსაც მეფის ნაცვალთან თავისუფლად შესვლა შეუძლიათ, რომლებსაც აიდალხენილი ცხოვრება აქვს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მათმა ისტორიამ ეს ქარწაღებული ცივილიზაცია საუბრობს. მათი ისტორია დამარცხდა. ეგ დალეულები მაშინდელი თბილისის ცხოვრების შეიძლება 2-3% იყვნენ, იმიტომ რომ ხარ როცა ქაშვეთზე და მამადავითზე ვლაპარაკობ, ეთნიკურ ქართველებზეა საერთოდ საუბარი, ხო? მაგრამ მაშინდელი თბილისში საერთოდ მოსახლეობის უმრავლესობა არ იყვნენ ქართველები, მესამე იყვნენ რაოდენობრივად მოსახლეობაში ქართველები და იმ ქართველებშიც მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ხალხი იყვნენ ისინი, რომელთა სახელები დღეს ჩვენ არ ვიცით. იყო ახირებული ხალხი, რომლებმაც დაიწყეს ივერიის ჯერ დროების გამოცემა, ივერიის გამოცემა დროებამდე საქართველოს მოამბის გამოცემა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მშენებლობა, რაღაცა იდეები აწუხებთ და წელზე ფეხს იდგამენ და აკეთებენ ამას, იმიტომ რომ ამისი მათ სჯერათ. დამიჯერეთ, რომ ისინი თავიანთ საზოგადოებაში იყვნენ ბევრად უფრო ცოტა, ვიდრე ვართ ჩვენ. ბევრად უფრო ცოტა. უბრალოდ რაღაცის რო გჯერა და ამას ბოლომდე რომ მიყვები, იმიტომ რომ შენ თავთან ხარ მართალი, შენ ოჯახთან ხარ მართალი, შენ საზოგადოებასთან და ქვეყანასთან ხარ მართალი, ხო? და თუ ეს idეები სწორია, ეს idეები ბოლოს იმარჯვებს და იდეის გამარჯვებას, აი იყო დისკუსია, იყო ხოლმე რომ ჩვენ უნდა გავიმეოროთ თუ არა მარო მაყაშვილის სიტყვები გავიმარჯვოთ სახელოვნად, იმიტომ რომ მართთან არის ეს ბოლოს დაკავშირებული და არ არის ეს მართთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ვინც მარო მაყაშვილი მოკლა, ის ხალხი იყო მთაწმინდაზე დაკრძალული და ახლა ჩემზე უფროსებს გემახსოვრებათ, რომ ის ხალხი საფლავებიდან ამოაგდეს. ორ საუბარი მაქვს ფილიპე მახარაძეზე და სხვებზე და დღეს, აი 105 წლის შემდეგ არის ესენი რა ქვია გრაფიტები კედლებზე მარო მაყაშვილის გამოსახულებითა და სიტყვებით მაისურები აცვიათ ახალგაზრდებს, სიტყვებს სკანდირებენ, რადგანაც ეს ასია, მარო მაყაშვილი მხოლოდ სიცოცხლე არ არის, მარო მაყაშვილი არის იდეა, ღირებულება. რადგანაც ეს ასია, ეს იდეა არ დამარცხება და გამარჯვებისთვის ლავინდებურად იბრძვის. ჩვენ შეიძლება უწეობა მეუფლებოდეს ამ გარემოში, რომ შეიძლება აქ რაღაც ათასები არ ვდგავართ. მაგრამ დამიჯერეთ, რომ ისინი ბევრად უფრო უწეოდ იყვნენ. და კიდევ ერთი ეპიზოდი ისტორიიდან 1914 წელს ასევე ახირებულმა რამდენიმე კაცმა დააფუძნა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი. არავითარი ლეგიტიმაცია მათ ქვეყანაში არ ჰქონდათ, არჩევნები ჩატარებული იყო 2%-ს ვერ აიღებდნენ. გიორგი მაჩაბელზე, მიხაკო წერეთელზე, პეტრე სულგოლაძეზე და ამათზე მაქვს საუბარი. მაგრამ მათ სჯერათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არის აუცილებლობის საქმე. სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლია და იქ მიდიან და წყალქვეშა ნავით გაგანია ომისას გერმანული იარაღი შემოაქვთ რუსეთის იმპერიაში. როგორი საქმეა? ხო? ანუ სასიკვდილო საქმეა. მაგრამ ამას აკეთებენ მიუხედავად იმისა, რომ მათსავე საზოგადოებაში არ აქვს ამ იდეას მხარდაჭერა.
ფართო მასაში. მაგრამ მათ ამის ჯერად, ანუ აქ მთავარია ჩვენი შინაგანი რწმენა. თუ ჩვენ გვჯეროდეს, თორემ რა ვიცი, 1990 წელს ვერავინ იფიქრებდა, რომ 91 წელს საბჭოთა კავშირი აღარ იქნებოდა, ხო, 90 წლის დასაწყისში, ყოველ შემთხვევაში ესეც ხადად არ ჩანდა და მით უმეტეს 99 წლის 9 აპრილამდე. ამიტომ ამბობ, რომ როდესაც ეს სამი დროშა კიდია აქ, ეს სამი დროშა არის იმედი, რომ ეს შავი დღეები ჩაივლის და გამარჯვება იქნება და ბატონ ურბანს რომ გამოვეხმაურო, როგორც კი ადამიანები ამ გამარჯვების იმედს დაინახავენ, ეხლა ერთგვარი აპათიაცაა, ხო? 100,000-ები გამოდიოდნენ ერთი წლის წინ და წელიწად ნახევრის წინ 100,000-ები იყო ქუჩაში და მე ამ რაღაც მარცხის აპათიამ გამოიწვია ამის შემცირება, მაგრამ ეს ხალხი არცად არ წასულა. როგორც კი იმპერიის მარცხი გამოჩნდება ჰორიზონტზე და გაჩნდება ეს იმედი, ეს ხალხი ისევ თავის ადგილზე დადგება და ამ ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძოლებს. როგორც ცოტა ვრცლად გამომივიდა ნანო შეხვედრა ამოტვირთებას. სულ რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა. არსებობს ძალიან საინტერესო წიგნი, რომელსაც ჰქვია Everything was forever until it was not. ყველაფერი იყო სამუდამოდ, ვიდრე აღარ. არ ვიცით რა ხლა ცვლილებები შეიძლება მოხდეს სრულიად მოულოდნელად. და ამიტომ ჯობია ვემზადოთ იმისთვის, რის წამს და გვინდა რომ მოხდეს, ვიდრე, იმიტომ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. იმას ისეთ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, რომ ის არ ვაკეთოთ, რისიც გვჯერა და რისიც წამს. და ზოგადად საზოგადოების გადანაწილება ესე ხდება ხოლმე, რომ რადიკალური მომხრე და რადიკალური მოწინააღმდეგეები ძალიან ცოტანი არიან, უფრო მეტი არიან შუაში, რომლებიც ელოდებიან და აკვირდებიან ნახონ რა მოხდება. ასე რომ პასუხისმგებლობა გადმოდის მათზე, ვისაც მტკიცეთ სწამთ, როგორი უნდა იყოს მომავალი და მათ გაუტეხლობაზე, რომ იმუშავებენ ამ მომავლისათვისაც არცნობილი ვარ ის ხალხი, ვინც ელოდება ნახოს რა მოხდება, როგორც კი დაინახავენ საით გადაიწვერება, ასე ვთქვათ, სასწორი, იქ დადგებიან სადაც ეჭირა. ამის დამატება მინდოდა მხოლოდ. მადლობა ნანო, გეთანხმები აბსოლუტურად. კიდევ თუ იქნება სულ კარგით, მაშინ აღარ შეგაცნობთ თავს. დიდი მადლობა და დავშალოთ გამარჯვების იმედით.